პრემიერ-მინისტრის როლზე დანიშნული უფლებო მსახური. ალიევისა და ივანიშვილის შეხვედრის უხმო კადრებმა ვიზუალურად აჩვენა ის, რაც ისედაც ვიცოდით. კობახიძე, რომელიც ქვეყნის პირველ პირადაა წარმოდგენილი, სავალალოდ და კომიკურად გამოიყურება. ვიზინია ივანიშვილისა და ილჰამ ალიევის უკან მოძრავი ფიგურა ადამიანურად უხერხულობის განცდას ტოვებს, პოლიტიკურად კი სახელმწიფოს უმძიმეს მდგომარეობას აღწერს. ირაკლი კობახიძე უკან დახვება ოლიგარქსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს. მას არც ერთი აქცევს ყურადღებას და არც მეორე. ალიევისთვისაც გასაგებია, რომ კობახიძე არაფერს წარმოადგენს. მან იცის სინამდვილეში ვისთან სასაუბროდ ჩამოვიდა. კობახიძესთან შეხვედრა სრული ფორმალობა იყო. ლაპარაკადაც არ ღირს ყაველაშვილი. საერთოდ გაუგებარია, რაზე უნდა ესაუბრა ალიევს ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტთან. ერთი სიტყვით ირაკლი კობახიძე ჩაეწერა პრემიერების იმ სიაში, რომელსაც ჰქვია, რაც გინდათ ის დაარქვით, რომელიც სახელითაც გინდათ მოიხსენიეთ. ეს სიტყვები ოლიგარქმა ყოფილ პრემიერ-მინისტრზე თქვა, მაგრამ კობახიძესაც იდეალურად მოერგო. ღარიბაშვილი არ იყო ჩემთვის ავტორიტეტი დასძინა მაშინ ივანიშვილმა, რომელიც თავის საბანკო პრობლემებს არ ყვევდა. უფროსისთვის უავტორიტეტო ყოფილი პრემიერი ახლა ციხეში ზის და იმასაც კი ვერ ბედავს, რომ ეს ფაქტი გააპროტესტოს. ის მორჩილად თავის ფეხითა და დანაშაულის აღიარებით წავიდა საპყრობილეში. ივანიშვილმა ის დამამცირებლად დააპატიმრა ოქროს ზოდების კადრების გამოქვეყნების ფონზე. ივანიშვილისა და ღარიბაშვილის პატრონყმული ურთიერთობა ღარიბაშვილისთვის ყოველ ჯერზე კრახით დასრულდა. ჯერ იყო 2015 წლის ბოლოს. ახალი წლის წინ ისე მოხსნა ღარიბაშვილს მისალოცი ბარათებიც კი პრემიერის პოსტიდან ჰქონდა დაბეჭდილი და გაგზავნილი ჰქონდა. მაშინ ის თანამდებობიდან კორუფციის ელფერით გაუშვეს. კიდევ უფრო ნათლად აღწერს ღარიბაშვილის როლს 2021 წელს გამოქვეყნებული ფარული ჩანაწერები. აუდიო მასალა აღწერს, რა როლი ჰქონდა ღარიბაშვილს, გომელაურსა და ჩუბინიძეს ოდითგანვე. ეს ხალხი არა მხოლოდ ივანიშვილის, არამედ მისი ვაჟის მომსახურე პერსონალიც იყო თანაც საჩოთირო საქმეებში. დავიხენე კიდევ სადამირეკო რა. ანტონი ვიჩო მაგ ხوازე ხეთა გასაგები იქნება ყოველას ისევიშიცა და რატომ უნდა გეტანოს ამით. რა. ახლა საქართველოს უნდა იყედას და. ანტონი დაიძო. გაიძო. ანტონი ფინალა. ეგიანი დაიძო. აგარი ხარა დაიძო. შეიძლება მომიკითხე. გაიძო. ირაკლი კობახიძის კადრებმა გაგვახსენა სხვა პრემიერ-მინისტრებიც. მაგალითად გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც საჯაროდ ისეთ მორჩილებას არ ამჟღავნებდა, როგორც ამას თავისი დაუსრულებელი მადლობით აკეთებდა ღარიბაშვილი, მაგრამ ოლიგარქს არც მისი მოცილება გასჭირვებია, როგორც კი გარკვეული საფრთხე დაინახა. არავის ეპარებოდა ეჭვი, რომ ქვეყანას მაშინაც ივანიშვილი მართავდა. კვირიკაშვილი იუნისეფის კვლევის მძიმე შედეგის საბაბით გაათავისუფლეს. ცხადია, ეს კვლევა მომავალში აღარავის გახსენებია და მიზეზი სულ სხვა იყო. კვირიკაშვილმა მაშინ გაბრძოლებას ადა, მაგრამ ადვილად დაამარცხეს. თუმცა დღემდე არ უთქვამს მიზეზი, რატომ გაუშვა ოლიგარქმა. მას შემდეგ ის ჩრდილშია და ყოფილ უფროს თვალში არ ეჭხირება, მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში ეხმაურება მიმდინარე პროცესებს ფრთხილად და მეტად ზომიერად. სამაგიეროდ ივანიშვილს არ დაუშურებია სიტყვები. იყო შემთხვევები, როდესაც იღებოდა ბალანსი სახელმწიფოს ინტერესებსა და ბიზნესის ინტერესებს შორის. დაარღვევდა მას კვირიკაშვილი თავის ქმედებებით. მოკლედ შეკითხვები იყო ძალიან მძიმე, საუბარი 3 საათი ალბათ გაგრძელდა. კვირიკაშვილი ცდილობდა და რა თქმა უნდა მას ჰქონდა საშუალება გამოსვლის რამდენჯერმე შეეცადა გამოსვლას საპირისპიროზე გამოთქმის და სასრულს კარგად ჩანდა, რომ მას კარგად დაინახა მანას და თელმა გუნდმაც, რომ მას აღარ ჰქონდა რესურსი მართვის. აღარ ჰქონდა ნდობა არც პარლამენტში და არც მთავრობაში. ეს გახდა სწორედ მიზეზი მისი გადადგომის და არა ის, რომ ერთმა კაცმა და ივანიშვილმა დაიშინა. იქ იყო კაცრი კითხვები, იყო ზომიერი კითხვებიც, იყო ჰქონდა შესაძლებლობა მას პასუხის გაცემის. შედეგი კარგად ჩანდა და მანაც კარგად დაინახა შედეგი და გადაწყვეტილება ერთ-ერთი რაც მას დარჩა. მას გადასაწყვეტი აღარ ჰქონდა, მას არ დარჩა არჩევანი, ის უნდა წასულიყო და წავიდა. განსხვავებული პრემიერ-მინისტრი იყო გახარია, რომელმაც ასევე იცოდა ვინ იყო რეალური მმართველი ქვეყანაში, მაგრამ კობახიძისა და ღარიბაშვილისგან ნამდვილად გამოირჩეოდა. მართალია ივანიშვილისთვის მადლობის გადახდა მასაც არასდროს დავიწყებია, თუმცა თანამდებობაზე დიდ ხანს ვერ გაძლო. ოლიგარქმა მას ალყა სწორედ იმ ხალხით შემოარტყა, რომელთაგან შემდეგ ჯერ ღარიბაშვილი, შემდეგ კი ყველაზე მეტად კობახიძე დაწინაურდა. გახარიამ მალევე გამოცხადდა მოღალატედ. ივანიშვილი განრისხებას ვერ მალავდა.
ისე დაუბრუნდები ამ ჩემს მოუშვიშებელ ჯერობას ესე თქვათ. აი გახარიას პარტიის წევრები აი ნუ არ ვიცი კიდევ ვინმეორებ რომ არასდროს შეურაცხყოფა არ მიმყენებია პოლიტიკოსის ამ გარეწარს ამასთან რომ დგანან ამის გვერდით რა თქმა უნდა მათ გასამართლება მოუწევთ. რა თქმა უნდა თეთრით შავზე დავნიკეთ ყველაფერს რომ რას აკეთებდა და რისთვის აკეთებდა ნაციონალურ მოძრაობის მოყვანას როგორ ეხმარებოდა და ეხმარება დღესაც და რა კარგად აქვს გაცნობიერებული რომ მეორე დღესვე საქართველოს ომში უნდა ჩართოს სასამართლოს დონეზე გვაქვს ყველა დოკუმენტი დალაგებული. რა თქმა უნდა ამათ მოუწევს პასუხისმგებლობა და უკაცრიელ პასუხისმგებლობა. მასაც და მისი პარტიის წევრებს უფრო მეტი გაღიზიანება მათს მოხს. ისინი ქართული ოცნების წევრები იყვნენ მორალისობა და ჩვენი მანდატით შემოვიდნენ პარლამენტში. და დღეს რო თავს იდებილებენ და იმეორებენ ნაციონალური მოძრაობის ნარატივს ერთ-ერთზე და უარესსაც გადადიან ზოგჯერ, რა თქმა უნდა ისინი კაცსაზღვრს იმსახურებენ და გართმევთ რომ მიიღებენ კიდეც. გავიდა დრო და გახარიამ დაპატიმრებას ქვეყნიდან წასვლით დაასრულა. განსხვავებით ღარიბაშვილისგან, თუმცა მოგვიანებით მისი პარტიის არალეგიტიმურ პარლამენტში შესვლით მაინც ქართულ ოცნებასთან ახლოს დაიდო ბინა ერთ შენობაში. ერთი სიტყვით ივანიშვილი პრემიერ-მინისტრებს მიცემულ უფლებებს საჭირო მომენტში უკან ართმევს. ეს თანამდებობა ფიქცია, ამას არაფერი აქვს საერთო სახელმწიფოს მართვასთან. საქართველოს არ იმართება როგორც სახელმწიფო, მას ივანიშვილი უყურებს როგორც კერძო საკუთრებას. პრემიერები კი მის პირად მოჯამაგირეებს წარმოადგენენ. კობახიძეც მორჩილად იტანს დამცირებას. ჩვენ არ ვიცით შერჩა თუ არა მას შეგრძნებები, როცა გუშინდელ კადრებს უყურებს, მაგრამ საზოგადოებისთვის ყველაფერი ნათელია. სოციალურ ქსელებში ალიევის, ივანიშვილისა და კობახიძის კადრებმა იუმორს მისცა ფართო გასაქანი. ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ დამოკიდებულება, როცა ოლიგარქი და მისი მსახურები ერთ სივრცეში რჩებიან კამერების გარეშე. და ნინო ცოდვა გამხელილი შობს, როდესაც ამ ტექსტს წერდით, ორივეს გამოგრჩა მამუკა ბახტაძე და არ ამგონია ეს მაინც ჩვენი ბრალი იყოს ამას სრულიად გულწრფელად ვამბობთ ყოველგვარი ასე ვთქვათ წინასწარი განზრახულობის გარეშე. ხო, იყო ასეთი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, რომლის შესახებაც ისტორიას არაფერი შემორჩენია, შეგვიძლია ასეც ვთქვათ.